გამარჯობათ, მე ვარ ირაკლი მოზმანაშვილი, კეთერინგ მენეჯერი, კომპანია ქრუქეთის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჩვენ ვაწარმოებთ კეთერინგს და გადაღების ცეთმამსახურებას. ეს ყველაფერი დავიწყეთ ჩვენი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, იყო ესეთი ფრანგული პროდაქშენი La Petite Reine. გადავიღეთ ფილმი სახელწოდებით Z-Search და ძალიან მასშტაბური პროექტი იყო და იმ დროისათვის საქართველოში არსებული კეთერინგ კომპანიები არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ამ წარმოებისთვის მათი სერვისი გამოგვეყენებინა. ამიტომ იძულებულები გავხდით თვითონ შევიქმნა ეს ყველაფერი. კეთერინგი არ ნიშნავს მარტო საჭმლის დამზადებას. ეს არის სრული სერვისი. და ჩვენი კომპანიის დაარსებას და ჩვენი საქმიანობა ზუსტად აქედან დაიწყო და ამას მივყვებით თავიდანვე და ისევე გავაგრძელებთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. ელემენტარულად საჭმელი მოვიტანეს ეცე, მაგრამ ის პირობა ვერ ვზომყვავი, სადაც ამის მიღება შეგვიძლია, უკვე ამ ყველაფერს თავისი ეშხი და თავის ყველა ის სილამაზე ეკარგება რა. ჩვენთან ერთად გადმითარდა თვითონ კინოწარმოება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უკვე უცხო პროდაქშენებმა დაიწყეს ჩამოსვლა, სადაც იყვნენ ამერიკელებიც, ევროპელებიც, აზიელებიც და გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ უნდა ყოფილიყო შერეული კეტერინგი, შერეული კერძებით. და როდესაც საქმე გვაქვს კვებასთან და უნდა მივაწოდოთ იმ ხალხს, ვისი ხელებითაც ვაკეთებთ ჩვენ რაღაცა პროდუქტს, რაღაც ფილმს ვიღებთ თუ რეკლამას ვიღებთ. ამ ხალხისთვის მიწოდებული ეს სერვისი და ეს კეტერინგი უნდა იყოს შესაბამისი. საკმარისია ნებისმიერ წამყვან ქრუს წერს შეექმნას პრობლემა ჯანმრთელობის კვებიდან გამომდინარე, ჩათვალეთ გადაღება შეიძლება დავიმშვიდობთ და გაგვიჩნდეს რაღაცა პროცესი, რომელიც ხარჯია ყოველდღიური და რომელიც ძალიან დიდ ზარალს მიაყენებს კომპანიას. 1 საათი გადაღებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხდები კეტერინგის წარმომადგენელი. ის საათი რომ ჩაივლის, ყველა რომ დანაკდება, მე არავის აღარ ახსოვ ხარ, მაგრამ ის 1 საათი ხარ ნომერ პირველი.